ინკლუზიური განათლება, კვლევა, სწავლა და სწავლება, სტუდენტური მხარდაჭერა. ამ სახელწოდების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. შეხვედრა ინკლუზიური განათლების პრობლემებსა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა. საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი ევროკავშირის Erasmus+-ის საგრანტო პროექტის მიერ იყო ინიცირებული და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური ჩართულობით ჩატარდა. კონფერენციის მუშაობაში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობდნენ ისრაელის, ჩეხეთის, რუმინეთის, ინგლისის, ბელგიის, შვედეთის, მოლდოვას, ლიტვისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანი არის ნაწილობრივ საანგარიშო, ჩატარებული სამუშაო ანგარიში, ნაწილობრივ მომავალი გეგმების დასახვა და არსებული შედეგების შეჯერება და ეს არის ძალიან პროფესიული კონფერენცია, რომელიც ამ დარგის სპეციალისტებს გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს. მოგეხსენებათ განათლება და კერძოდ ინკლუზიური განათლება თეთრი პრიორიტეტი არის დღეს საქართველოში პედაგოგიკის და განათლების მიმართულებით და ჩვენ ძალიან ბედნიერი და ამაყი ვართ იმით, რომ სწორედ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ხდება ეს თანამშრომლობა. განათლების სფეროში პროექტების წარდგენა არის და რჩება Erasmus+ პროგრამის პრიორიტეტი და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წლებში ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. კონფერენციას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრა ევროპული და ქართული გამოცდილების ურთიერთგაზიარების პროცესს შეუწყობს ხელს. ინკლუზიური განათლება არის ჩვენი ეპოქის, ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა. მიუხედავად იმ ღონისძიებებისა, რაც იქნა მიღებული ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებებს გულისხმობ გაეროს ფორმატში და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმატში, ეს პრობლემა არსებობს. ეს არ არის ერთი დღის პრობლემა და არც ერთდღიანი პრობლემა. ზოგადად მხარდაჭერა უნარშეზღუდულ ჯგუფებს ადამიანები სჭირდება. და დღევანდელი დღეც მიძღვნილია სწორედ ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად, რომ სტუდენტმა, ახალგაზრდამ, მოზარდმა იგრძნოს თავის სრულფასოვან საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, იგეგმება პრაქტიკული ნაბიჯები, არათუ იგეგმება, არამედ გადაიდგა კიდეც პრაქტიკული ნაბიჯები, მათ შორის ჩვენს უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. და არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ პრაქტიკულმა საქმიანობამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო და განაპირობა ისიც, რომ მსგავსი საერთაშორისო დონის შეხვედრა სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგეგმება. განათლების სამინისტროს პროგრამებზე ისაუბრა სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ვალერიან გობრონიძემ. მისი თქმით, საქართველოში უფრო და უფრო მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება ხდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული. უმაღლესი სასწავლებლები კი უკვე დიდ ყურადღებას იჩენენ ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ. გამოცდილების გაზიარება ასეთ წამყვანი უნივერსიტეტებისა და ქვეყნებისა და ინფორმაციის გაცვლა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ძალზედ მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გადამზადება, მომზადება ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით, სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება, საიმისოდ, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის შეიქმნას შესაბამისი კომფორტული და ადაპტირებული გარემო განათლების მისაღებად და სტუდენტურ ცხოვრებაში ჩასართვებად. ბუნებრივია, განათლების სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაფინანსების თვალსაზრისით. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო რასაკვირველია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც პირველად არმას მისდევს გავს ღონისძიებას. გადაუხადო დიდი მადლობა სხვა უნივერსიტეტებს ჩართულობისთვის და განსაკუთრებით ჩვენს უცხოელ სტუმრებს და მინდა რომ ყველას წარმატებული უსურვო. მომხსენებლებმა საქართველოში ინკლუზიური განათლების, კვლევის, განვითარებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ეს პროექტი ნაწილია იმ პროგრამისა, რომელიც შემუშავებულია უმაღლესი განათლების სკოლების საკითხებზე მომუშავე ევროპული კომისიის მიერ. პროგრამა გვეხმარება ვაღიაროთ უმაღლესი განათლების მნიშვნელობა განსხვავებული ეროვნების, კულტურის, შესაძლებლობებისა და შეხედულებების სტუდენტების ინტეგრაციის დროს. სტუდენტთა ასეთი კონტინგენტის მიღება კიდევ უფრო აძლიერებს აკადემიურ ინსტიტუტებს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ამბიცია იყოს სწორედ ასეთი. კონფერენციის მიზანია საზოგადოებას დავანახოთ განსხვავებული შესაძლებლობების, შეხედულებებისა და ეროვნების სტუდენტთა წვლილი უმაღლესი სკოლების განვითარების საქმეში. ამ საკითხებში ჩვენს უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება აქვს.